კიტრი და პამიდორი. იცი რატო არ ჭამენ ამ ორ პროდუქტს ერთად საზღვარგარეთ? კიტრი პამიდორის სალათა საქართველოს გარდა თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. გაინტერესებს? მომისმინებ ბოლომდე და ჩემი არხის გამოძერაც არ დაგავიწყდეს. საქმე იმაშია, რომ პამიდორი არის მჟავა პროდუქტი. კიტრი არის ტუტოვანი. სხვადასხვა ფერმენტები ჭირდება, სხვადასხვა მონელების დრო აქვს და ამიტომ მათი ერთდროულად ჭამა მაინც და მაინც იდეალური არ არის. მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს ყველაფერი აქტუალური ხდება მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზმი იწყებს შენელებულად მოქმედებას. ანუ თუ თქვენი ნივთიერებათა ცვლა, მეტაბოლიზმი არის შენელებული, ანუ თქვენს ორგანიზმში უკვე დაწყებულია ცხიმის დაგროვების პროცესი და თქვენი მეტაბოლური ასაკი უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ასაკი, ასე დროს ეს პრობლემები იჩენს თავს. მაგრამ თუ თქვენი ორგანიზმი სწრაფად მუშაობს, თუ თქვენს რეალურ ასაკზე ახალგაზრდა ხართ მეტაბოლური ასაკით და თუ ენერგიაზე ხართ და თუ თქვენი ორგანიზმი ასწრებს გადამუშავებას, მაშინ რა თქმა უნდა შეგიძლიათ მიირთვათ კიტრიც, პამიდორიც, წვანილიც, მათ შორის აუცილებლად რეჰანი, შეგიძლიათ რა თქმა უნდა ხახვი ჩააჭრათ, თუ გემოვნების მიხედვით ნიორი, სვანური მარილი, ძმარი, კახური ზეთი და გემრიელად მიირთვათ ცილოვან პროდუქტებთან ერთად და ნახშირწყლებთან ერთად. თუ გაინტერესებთ რა პროდუქტები, რა კომბინაციით და როგორ უნდა ჭამოთ, იმისთვის რომ ნაადრევად არ დაბერდეთ ენერგია, არ დაკარგოთ და ჯანმრთელად იყოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მომწერეთ პირადში, ერთად შევადგინოთ თქვენი მენიუ. მოდი, ვილაპარაკოთ.